ვაგრძელებთ მოგზაურობას საქართველოს გარშემო და ამ ეპიზოდში ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთ საოცარ მხარეში, სამცხე-ჯავახეთში ჩამოვედით. სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ყველაზე მულტიეთნიკური მხარე საქართველოში. აქ თანაცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიის, კულტურის, ტრადიციის ადამიანები და ეს ყველაფერი მათ გასტრონომიაზეც აისახება. ნინოწმინდიდან 50 კილომეტრში აი აქ ფარავნის ტბასთან მდგევარ ხა და ხედავთ ალბათ როგორი ბუნებაა აქეთ მთები, მდელოები, კაცრი, ლამაზი და უამრავი კულტურული მემკვიდრეობა. განსაცვიფრებელი ბუნება და კიდევ უფრო საოცარი სამზარეულო. მე ვარ შეფი ქეთი ბაქრაძე და ერთი სული მაქვს გამოგზავროთ ჩვენს გემრიელ საქართველოში. ამ კლიმატმა და გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რა თქმა უნდა, განსაზღვრა სამცხე-ჯავახეთის ყოფაც და კერძებიც, რომელსაც სულ მალე გავსინჯავთ. ეხა ჩამოვედი გესტჰაუს და ფარმჰაუს თირებში, ვარძიასთან აქვე ახლოს. ჩვენ ვართ გესტჰაუს თირებში და აქ მიდის ახლა მთავარი ამბავი. ეს არის მესხური ფურნე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხის სამზარეულოში, აქ ბევრი რამე მზადდება. ესეთი ძიმე სამუშაო არის ჩასატარებელი, სანამ ჩვენი კერძები შებრძანდება ამ ფურნეში. ჩვენ ვამზადებთ ეხლა მესხურ საჭმელს, მაკარლამას. ეს არის ხინკლის ცომი, ძალიან მაგარი. ეს ჯოხი ყველა ოჯახში ალბათ. აუცილებლად და ესეთი დაფაცი, იმიტომ რომ ყველანაირი ცომი ამაზე ბრწყელდება და ესე ბრწყელდება. ეთი მეცმინდა. გავავტყელოთ თხლად. მე ამას კაი ძალა ჭირდება. კი, მაგარი ცომი. აი თურმე როგორ ამზადებენ მაკარლამას. ნახეთ, კარგად უნდა გავავტყელოთ ცომი, დავახვიოთ და დავჭრათ. კარგად მოვაყაროთ ყველი. სულ გაქცევები იყო, სულ შემოსევები იყო, ვიცი, ხალხი აკეთებდა ისეთ საკვებს, რომ თან წაეღოთ. ხო, გასაგებია. აი, ამას უყვარს ბევრი ცხიმი. მარილი, პილპილი. ნიკოზიც ბლომად მოაყარე. ეხა მე უნდა ამოვიღო ისე, რომ ყველაფერი შემხვდეს. აუცილებლად. აბა, ეს არის მაკარლამა. ქართული მესხური პასტა, მაკარლამა. ქალბატონმა მარინამ მომიტანა თავისივე დამზადებული მაწონი, მაგრამ ნაღები აი გამოიყურება რაღაცა ჭკუიდან შესაშლად. ესეც თქვენი გაკეთებულია. ხალვა, რომელიც აბსოლუტურად შაქრის გარეშეა დამზადებული და არის გაკეთებული ამ უნიკალურ ბაქმაზზე. ბაქმაზი როგორც აღნიშნეთ, უკვე არის თუთის სიროპი, ხო ასე ვგონი. კი, აი წვენს იმდენ ხანს ვადუღებთ, რომ უკვე როგორი გამოდის. დედა, ეს შემიძლია ვთქვა, რომ აქაური სამზარეულოს ერთ-ერთი ბრილიანტია, ასე ვთქვა და ესეთი რამე არის. ეხლა ახალციხისკენ მივდივართ, რაბათის ისტორიული ციხის სანახავად. ამ ციხესიმაგრის ისტორია მე-9 საუკუნიდან იწყება. როგორც კვლევარები გვამცნობენ, თავდაპირველად ამ ადგილს ლომსია ერქვა. შემდეგ მე-11 საუკუნეში მრავალი ომის გამო აქაურობა დაინგრა და უკვე მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელმა დაავალა ბაშკენ მეორე ჯაყელს, რომ აეშენებინა ახალი ციხესიმაგრე. სწორედ ამიტომ დაერქვა აქაურობას ახალციხე. და აქ ამ უბანში, რაბათში, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არის ის, რომ აქ ერთდროულად არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ქართული კათოლიკური ეკლესია, ასევე სომხური ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი. ეხლა ფურნეში ვაცხობთ ცნობილ მესხურ დოლის ფურს. ფურნე იყო ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ოჯახები დიდი იყო, თანმიმდევრობით ცხებოდა ყველაფერი. თუ მაგალითად შოთიპური მესხური შოთი არ გამოცხებოდა,
და ცოტა ფურნეს არ შეაგრილებდა, მაშინ არ გამოცხობოდა ხაჭაპური. თუ ხაჭაპური არ გამოცხობოდა და ცოტა ფურნეს არ მიიყვანდა იმ დონეზე, არ გამოცხობოდა ხადა. და მე ყველაზე მთავარი პური, რომელიც არის სომინი პური, ეს ცხება სულ ბოლოს. მესხეთში ტრადიციულად სწორედ დოლის პური იყო ძირითადი საზრდო. რა გემრიელად იზილება ჩვენი პურის ცომი. ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ხინკალს და ეს ხინკალის ამ ხინკლის ფორმაც ცოტა განსხვავებულია. პატარა ხინკლები უნდა გაკეთდეს იმ ხელა, რომ აიღებს ადამიანი ერთ ლუკმაც რო შეჭამოს. ეხლა დავიწყეთ ეს დაჭრილია უკვე აპოხტი. გამომშრალი ხორცი არის ეს, ხომ? როგორც თქვენ ბრძანეთ, ანუ ეს უნდა გამოიკიდოს გარეთ სიცივეში, ზამთარში უკვე ესეთ ადგილზე, სადაც ცვალებადი ტემპერატურა იქნება დილით მზე მიადგეს, ღამე ყინვა მოუჭიროს და გახობა გაყინვაში გამოდის ხორცი და ხარშვის დროს გამოდის სისხლი ხორციდან, იგივენაირად ამ დროს ტარდება ეგ პროცესი. ბუნებრივი ესე ვთქვათ ტემპერატურით. და წვანილი რა გაქვთ? ქიძი გვაქვს და ხახვი და წიწაკა. როგორ აფრიალდა ჩვენი მესხური ხაჭაპურის ცომი? რა საინტერესო ყოფილა ამ ხაჭაპურის მომზადების პროცესი? უძველესი ბუხარია, ამ უძველეს ბუხარში ხედავთ ალბათ როგორც კიდია ქვაბი, ამ ქვაბში თუხთუხებს წყალი და ახლა წავა პირველი ჯერ მიდის ყველის ხინკალი. აპოხტის და ყველის ხინკალი, მესხური ხაჭაპური, წითელი დოლის პური და ტრადიციული მესხური ქადები ალუდასთან მესხუროდაში მართლა გემოების ზეიმი მოგვიწყვეს. ჩვენი არაჩვეულებრივი კერძების გასინჯვის დროც მოვიდა. სვენიც აქვს. ეს ხორციც დაბალანსებული მარილით არის, იმიტომ რომ გარეცხეთ და კი. და ქინძი და ხახვი დაამოყრა. ეს პური ჩვენ გამოვაცხეთ ფურნეში. წითელი დოლის პურია. თქვენივე ხორბალია. ესე იგი მთელი ამის ხიბლი არის იმაში, როდესაც სინჯავ და არ გინახია პროცესი როგორ მზადდება, გონია რომ არის ერთგვარად ფენოვანი ცომი, მაგრამ ამ ცომის მთელი ხიბლი არის იმაში, რომ ეს ძალიან თხელია, ესეა ბევრი კარაქი, შემდეგ იკვრება და შემდეგ ვიღებთ აი ესეთ ხრაშუნა. გემრიელ, განსაკუთრებულ ხაჭაპურს და ყველის თქვენია. ეხლა უნდა გადავიდე ქადებზე. ესეც იგივე პრინციპით არის დამზადებული. ეგ უფრო მარილიანია, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ უფრო მარილიანი უფრო ის არის წვიმიანი. დაცემული ხაჭაპური. იქ ნიგოზია მეორეში. ხო, და ის უფრო ვინც უნდა იყოს. შევსტი. არ შეცდით. ხო, გითხარი. ხოზე მიცანით ცომის ტუყუა. ხო. აი გოჩს როგორც კანზე უკაკუნებენ, ესეთი ხრუკუნაა, სწორედ მესხური ქადის კანი, ეს არის ტკბილი და ხრუკუნა ცომი არის დაუვიწყარი გემო და სადაც დაუვიწყარი გემოები გვაქვს ჩვენ აქ ალუდასთან მესხურ ოდაში. სამცხე ჯავახეთის ისტორია მუდმივი გადარჩენისა და ბრძოლის ისტორია. ეს მხარე გამოქვაბულების, ყორღანული სამარხების, ქვაჯვრებისა და ციხე-კოშკების, ციხე-სიმაგრეების სამყაროა. აქ შემოგვენახა უმნიშვნელოვანესი ფრესკული, ჭედური, ლაპიდარული წარწერები. ეხლა საოცარ ადგილას მიმემგზავრებით უნდა შევხვდეთ ისტორიკოს, ჯავახეთის მკვლევარს, ბატონ კუკური მეტრეველს საროს სამონასტრო კომპლექსში. ბატონო კუკური, ახლა ჩვენ სად ვართ? აი რას ვუყურებთ ამ სილამაზეს? ახლა თქვენ ისტორიულ მესხეთში მოგზაურობთ. ჯავახეთის ზეგანის ქვედა იარუსია, სარო, იზაბავრა, ორი სოფელი მდებარეობს აქ. და თვითონ სარო ძალიან ისტორიული სოფელია რა. ის კი არა, ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ეს ძველი ანტიკური მეგალითური დროიდან მოყოლებული ქალაქია. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ თუ ქალაქი იქნებოდა პრინციპში ალბათ ეს ერთიანი თავდაცვითი ნაგებობის ნაწილებია, მაგრამ შეიძლება ცალკე-ცალკეც იყვნენ ესენი თავდაცვითი დანიშნულება.
საროს მართლაც რომ უნიკალური კომპლექსის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ციხე ხერთვისის ციხე უნდა ვნახოთ. კი, ორი მტკვრის შესართავში იმყოფება რა. აქედან არტაანის კვარი მოდის, ზემოდან ჯავახეთის კვარი ჩამოედინება და შესართავი ადგილი არის რა. ხერთვის იყო ძველად სახელი და მე შეიკვეცა, ხანმეტი აღარ გვაქვს ახლა ძნები, არის ერთვის და გამოვიდა ხერთვისი, ხო. მე-10 საუკუნეში უკვე სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. უშუალოდ აქ წყარო არ გვაქვს, მაგრამ ეს რაღაცა ჯავახეთის ცენტრი იყო წუნდა, მე-10 საუკუნემდე წუნდა და თმოგვი, ვიდრე მე ახალ ქალაქში აინაცვლა. ქალაქი იყო, ციხე ქალაქი იყო. ეს არის მე-18 საუკუნემდე ვახუშტისაც აქვს, რომ ხერთვისი იყო ერთ-ერთი მცირე ქალაქი ჯავახეთში. მართლაც რაღაცა საოცარი ხედია აქედან ეს ხერთვისის ციხე-სიმაგრე, ციხე-ქალაქი, ასე ვთქვათ და შევდივართ და მე ბოლოს არის ვარძია და ეს 16 კილომეტრი განსაკუთრებულად ლამაზი. და ბოლოს ვარძიის მონასტერი, ჩვენი ქვეყნისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელსაც უდიდესი საგანმანათლებლო და კულტურული დატვირთვა ჰქონდა. ვარძიის მონასტერი 100 მეტრის სიმაღლეზე იარუსებად არის განლაგებული. აქ არის სატრაპეზოები, სენაკები, 25 მარანი, 185 ქვევრი. ვარძიის კომპლექსი 15 ეკლესიას მოიცავს. მთავარი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. ვარძიის აშენება, როგორც ცნობილია, მეფე გიორგი მესამეს და თამარ მეფის სახელს უკავშირდება. დასრულდა ჩვენი გემრიელი მოგზაურობა სამცხე ჯავახეთში. აპოხტის ხინკალი მანამდე არასდროს გამისინჯავს, არც მაკარლამა და დესერტად უშაქრო ხალვა ბაქმაზი. მესხური ქადების და ხაჭაპურის გემოც მგონი არასდროს დამავიწყდება, ისევე როგორც ეს ულამაზესი, დიდებული სამცხე ჯავახეთი. ესეც მე-5 ეპიზოდი. გამოგყვებით YouTube-ზე, არ გამოგრჩეთ გემრიელი საქართველოს შემდეგი ეპიზოდები.